ჩემი დილა იწყება სადღაც 8 საათზე. ყავას ვიკეთებ პირველ რიგში, ყავას უნდა გადავიჩვიო. და ეხლა რადგან გრიზლისთან ცოტა უნდა მოვიმატო, რავი, ბანანი, იოგურტი, რავი, იმდენი მომამატები ამ კაცმა, მადლობა მაგას, აი ესეთ მაგარ ფორმაში დამაკენა. მერე მივდივარ დილის ვარჯიშზე, ვარჯიშობ 10 საათზე, მოვდივარ ვანაობ. და მეორე ვარჯიში მაგვეს საღამოს 8 საათზე, დილი ცოტა ლაითად ვიწელები, ცოტა ხელებს ვყრი და 8 საათზე უკვე ვარჯიშობ ძალიან მაგრა. მერე ისევ სახში მოვდივარ და რა მეგობრები მოვდივართ, კარგ სამაშოს ხომ. ოსო სახში მარტო ცხოვრება საშინელებაა. მე ვრეცხავ. მე ვაშრობ. რავი დავიბრიდე რა. თან ისეთი დაგლილი მოვდივარ ვარჯიშის მერე არაფრის თავი არ მაქვს რა. მაგალითად საჭმელს ვერ ვიკეთებ ხოლმე, მივდივარ გარეთ და გარეთ ვჭამ ხოლმე. ისეთი დაგლილი მოვდივარ. გრიზლის კიდე რა ვიცი, ისეთი მაგარი კაცია უკვე რა ვიცი, შემიყვარდა, მაგრამ მაგას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვიჩხუბებთ. აი ისეთ სანახაობას გვირდებით, მან რომ აი ძალიან შეიძლება თქვათ, რომ ერთმანეთს რამდენი რაღაცას უკეთებენო, როგორც მაგაცობენო, მაგრამ ერთმანეთს როგორ ხოცავენო, რავი, აი ისეთ სანახაობა და ისეთ სისხლიანი იქნება, რომ რა ვიცი, აი მე მაგალითად პირადად გაჩერებას არ ვაპირებ, სანამ ფეხზე ვიდგები, იქამდე აი ერთი ნაბიჯის უკან დახევას არ ვაპირებ. აი სულ წინ და აი სასწავლო სანახაობას გვირდებით რა, მაგრამ რინგის გარეთ მე ვიძმაგაცებ და 6 წუთი ვიქნებით მტრები და 6 წუთის მერე ერთმანეთს შევეხუტებით. ეს უბრალოდ ჩვენი საქმეა და სპორტია რა. თორე აი ძალიან დიდ პატივს ვსვამ, ისე შემაყვარა მაგაცმა თავი რომ რა ვიცი, აი მაგარი კაცია უბრალოდ სპორტია რა. ეხლა მივდივარ დარბაზში, ვარხალაში, გდანში, რომელიც აი ძალიან მაგარი გარემოა და ძალიან მაგარი ბიჭები არიან, მეხმარებიან. გენადი ჯორჯოლიანი, გიორგი ტაბატაძე, ლევან ციკლაური და რა ვიცი, ძალიან ბევრი. ჯაბაჯაიანი და მადლობა პირველ რიგში მაგათ რომ აი ესე მეხმარებიან და გვერდში მიდგანან რა. მაგრამ ისეთი საცობებია ხოლმე, რავი, 1 საათით ადრე მივდივარ რომ დროში ჩავეტიო რა. არა გზაში ისეთ განწყობას ვქნი, აი სიმღერები და ვარჯიშზე რომ მივდივარ, ისეთ ხოძზე ვიჩიტები ხოლმე რომ რა ვიცი, ერთი სული მაქვს, მოვიდეს 18 ოქტომბერი რომ აი რავი გავპუტო ყველაფერი ვაფშე მან. ბრძოლამდე 4 დღეა დარჩენილი, ჩემთვის დიდი ცვლილებები არაფერი არ არის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ისე ენერგიულად ვიწყებ დღეს, როგორც აქამდე, კალორიებს ვიღებ, ჭამით ძალიან ბევრს ჭამ, ასევე ყოველ დღე მოვდივარ ენერგიისთვის ახალბაღში. დამიმართლა, რომ ძალიან მაგარი სპონსორი მყავს, ჩემს ენერგიას ასპონსორებს. რა თქმა უნდა, ვიჩევ ყველაზე ძლიერს ორმაგ ამერიკანოთი ვიწყებ და რა თქმა უნდა, დილას ენერგიით ხვდები. გამარჯობა. ორმაგი ამერიკანოთი შეიძლება. კარგი ყავასთან ერთად, რა თქმა უნდა, კარგი ემოციებით ვიმუხტები, რაც გამას მებრძოლი ვარ, მეტმა ადამიანმა გამიცნო და მესალმებიან, დადებით ემოციებს უცვლით და კარგი დღის დასაწყებად, კარგი ყავა და კარგი ემოციები, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. ყავის დალევასთან ერთად, რა თქმა უნდა, დღის გეგმასაც ვადგენ ხოლმე. აქედან წავალ პრემიუმ ფიტნესში, კარდიოზე ვივარჯიშებ, რადგან გუშინ მქონდა ბოქსის დღე, დღეს შევისვენებ, ოფლს გამოვიდენ და უფრო ლაითი ვარჯიში მექნება დღეისთვის. გორი ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული ქალაქია. აგერ ფეხბურთის გუნდები ვარჯიშობენ. გორის დილაც საქართველოს ჩემპიონობას უმიზნებს წელს. გორელები ძალიან სპორტულები ვართ ყველაფერში, ასევე გამაც ძალიან გორულია, იმიტომ რომ გორელი მთავარი მსაჯი, წამყვანი გორელი, 84 კილოგრამის ჩემპიონი ბადრიგო გიჩაშვილი გორელი და რა თქმა უნდა არ ვაპირებ შევარცხინო გორელები, ჩემი მაქსიმუმის გაკეთებას ვაპირებ და აქედან პირდაპირ დარბაზში წავიდეთ.
კვირის ბოლოა, ეხა ძალიან 100%-დან 20%-ით ვარჯიშო, უფრო სისწრაფეზე, ხელის გადაყრებზე და ძალებს ვიღდგენ 18-ისთვის რაც ვივარჯიშე. აი ყველა თელი ენერგია 18-ში უნდა დავხარჯო, რაც ვივარჯიშე, აი ყველაფერს 18 რიცხვში, 18 ოქტომბერს გელოდებით, მოდით, აი უმაგრეს სანახაობას გვირდებით. აი რავი, გიჟივით ვარ. ერთი სული მაქვს შევიდეთ, მიდე ვიჩხუბო. ძალიან მაგრა გზნოთ თავს, ერთი სული მაქვს, როდის მოვა 18 ოქტომბერი რო შევებრძოლო გრიზლის. რავი, ყველა მეკითხება თუ ამ ხელაკას როგორ უნდა ვეჩხუბო, აი 18 ოქტომბერს განახებ თუ როგორ უნდა ვეჩხუბო, თუ რა შესაძლებლობები მაქვს, აი ყველას გაგაოცებთ მანდ რა. ჩემთვის სიდიდეს არ აქვს მნიშვნელობა, წონას არ აქვს. ჩხუბში არ დავიწყებ მაგალითად რომ ეს ჩემზე დიდია, ეს ჩემზე პატარაა, აი განახებთ თუ რა შემიძლია და რა არა რა. 18 ოქტომბერს დაელოდეთ, მოგბრძანდით და მაგარ სანახაობას გვირდებით. ეს ახალი რინგის დამეხმარება ჩხუბში ნამდვილად გრიზლის შესწავლილი მაქვს თავიდან ბოლომდე, ვიცი რომ ეგ წამოვა ქაჯივით და მე ისე ჩხუბს გვირდებით რომ არ ვაპირებ რაღაცა გათვლებით ვეჩხუბო და დავღალო და მაგის ხარჯზე მოვიგო და რაღაცა, აი მე გვირდებით ვაშკაცურად არც დაღლები და რაღაც ხრიკების გარეშე, აი როგორც კი წამოვა, თავისებურ ჩხუბს ვეჩხუბები, აი თავისებურ ჩხუბში ვაჯობებ, აი ეგრევე დავამტრო. როგორც კი წამოვა, 10-მდენი წინ წავალ იქით. ერთი ნაბიჯითაც არ ვაპირებ, უკან წავიდე. თავისივე ჩხუბს უნდა ვეჩხუბო, თავისივე სტილით. აი ყველა ასპექტში გადავჭრე. ვარჯიშის დრო მოვიდა, პრემიუმ ფიტნესში ვართ. პრემიუმ ფიტნესი არის ჩემი ჯანსაღი ცხოვრების მხარდამჭერი და სპონსორი. აი ეს მე ვარ თინეიჯერობაში. ვარჯიში ჩემი დღის ერთ-ერთი საუკეთესო მონაკვეთია. ძალიან მომწონს ჩემი განვითარების პროცესი. ვაფიქსირებ ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო ფორმას, საუკეთესო ვერსია ვარ ჩემი თავის და როცა ფაციასთან რიგზე დავდგები, არ ვიცი, ვიქნები მონსტრი. დღევანდელი კარდიოს ვარჯიში კარგი იყო, კმაყოფილი ვარ. ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩემი აზრით, პირველ რაუნდში უნდა გავთიშო გიოფაცია, მაგრამ კარდიოსთვისაც რა თქმა უნდა ვიმზადები ყველანაირი სცენარისთვის მზად ვარ. არ არსებობს ჩემთვის არანაირი დაბრკოლება, მთავარი ერთი რამეა, რომ რინგმა გამიძლოს და თუ რინგი გამიძლებს, ფაცია ნამდვილად ვერ გადამირჩება. მე ნამდვილად არ ვარ იქ no contest-ისთვის, ვიცი რომ გიოფაცია MMA-ის მებრძოლია და შეიძლება იდაყვი ჩამარტყას, შეიძლება ფეხში შემოვიდეს და ასე შემდეგ, კლინჩისთვისაც მზად ვარ და დისტანციაზე ჩხუბისთვისაც რა. აუცილებლად გამარჯვებას ვაპირებ. ეს არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა. ყველაზე ხმაურიანი ბრძოლა გამოვიდა. ჩემი ტრაუმის გამო ცოტა ერთი თვით გაიწელა ეს ყველაფერი და უფრო დიდი ხმაური გამოიწვია ამ ყველაფერმა. მეც და გიოფაციასაც ორივეს 1-0-ზე გვაქვს რეკორდი მუშტიკრივში. გიომ მოუგო ბაბუს. ნუ მაშინ როგორც მახსოვს, იყო ბაბუზე 10 კილოთი მძიმე. ეხლა სხვანაირად არის საქმე, 42 კილოთი მძიმე ვარ მე. ბაბუსთან გადაწყვეტილებით მოიგო, ვერ დაანოკაუტა თავისი 10 კილოთი ნაკლები მეტოქე და ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ 42 კილოთი მძიმე მეტოქესთან, რომლის რინგნეიმიც არის გრიზლი და არაფერზე უკან დამხევი არ არის ეს ადამიანი, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ გიორგი ფაციამ უნდა დაამარცხოს. ჩემთვის ყველა სცენარი გავლილია ჩემს გონებაში, ყველა სცენარისთვის მზად ვარ და უბრალოდ ერთადერთი რამე რჩება, შევიდე რინგზე და ვიკაიფო იმ ჩემი განვლილი გზით, ჩემი მომზადებით და
ეხა უნდა გაგაცნოთ ერთი მაგარი კაცი, აი ჩემი თილისმაა. აბა ტატო რა საკეთებ, ჩემი ძმა. როგორა? კარგა შენ? აი ტატო არის უმაგრესი ადამიანი. აბა რას ვიქრობ ჩხუბზე? რას ქვია, მოიგე, ბაბა რას შენს გვერდითა ვარ ფასი. და ჩხუბზე უნდა მოხვიდე ჩემთან, შენ უნდა იყო ჩემ კუთხეში, იმიტომ რომ ხარ ჩემი თილისმაო. გენაცვალე. ასე ჩემი ძმა. ნუ აქ ბოსტნეული მაქვს, პამიდორი, წიწაკა, პეტრუშკები და კიტრი, რა თქმა უნდა, ჯანსაღი კვებისთვის ძალიან კაია და მიყვარს როცა აქ მოვდიოარ. ძალიან სიამოვნებს, ყოველთვის სოფლის ნობათით ვიკვებები ხოლმე. საცემიერი გიოფაცია აბა რა არის, ყურძენი დავჩამოსაკრეფი. მაგასთან ბრძოლის მომზადებაში იმდენ დროს ვხარჯავ, რომ ჩემ საქმეებს ვეღარ ვაქცევ ყურადღებას. მალე დავამთავრებ გიოფაციასთან საქმეს და კაირთველს ჩავატარებ რა. თვალიშვილი შევჭამოთ. ეს მიმია. კარგი ძაღლია, მაგრამ დაბმული მყავს, იმიტომ რომ მე რო მევასება იმ საქანელას ეწובה ხოლმე და არ მომწონს. იქით ქათმები მყავს, კურდღლები კიდევ. მე ამაყება, მე სოფლელი კაცი ვარ. განსაღავ ცხოვრობ და არაფერი არ მიტყდება. ახლა ჩემს ბუნაკს დაგათვალიერებინებთ. დვალიშვილივით კიტერს კი არ ვჭამ მარტო. მისნაირი თეთრი ფაფახიც მაქვს. ნუ, აქ ძალიან მაგარი ფიტულები მაქვს, მაჩუქეს და ეს არის ღორი, ტახია და როგორც მითხრეს 250 კილოზე მეტი იყო. აქეთ შვლების ფიტულები, ესენი ვიყიდე მშრალხიძე და ყავს კიდე რამდენიმე ფიტული მაქვს. და ვცდილობ რაც შეიძლება გავალამაზო ჩემი ბუხარი, ჩემი ბუნაგი, ასე რომ ვთქვათ. მოკლედ, ძალიან გემრიელად მაქვს მოწყობილი ეს ბუნაგი. ვფიქრობ, რომ თქვენც მოგეწონებათ, მაგრამ ერთი ცარიელი ადგილი მაქვს რა და აი ეს ადგილი გამას მძიმე წონის კამერისთვის მაქვს განკუთვნილი და როცა მოვიგებ აუცილებლად ჩამოვკიდებ რა და აუცილებლად მოვიგებ მე ამ კამერს. გიოფაციას აუცილებლად დავპატიჟებ აქ, როცა მოვიგებ, ცოტა შეიძლება არ კონდეს იმისი თავი ჩემთან მარცხისმენე რომ ვიქეიფოთ, მაგრამ დრო გავა და დრო ყველაფრის მკურნალია გიობოდიში, მაგრამ ეს ჩემი გასაკეთებელია, აუცილებლად დაგამარცხებ. იმიტომ რომ აი ეს ადგილი მაქვს შესავსები და ვინც გზაზე გადამეღობება, ყველას დავამარცხებ აუცილებლად.